ქვემო ქართლში დმანიში აღმოჩენილი ქვა სვეტი და აი ამ სვეტზე სწორედ საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვების შესახებ არის ესე იგი უტყუარი ცნობა იმის შესახებ რომ საქართველოში ქრისტიანობამ ქართულ ენაზე გაიმარჯვა რომ საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე დაიწყო. Როგორ შეიძლება განიმარტოს ეს ძეგლი? საქმე ის არის, რომ აქ გამოსახულია სასულიერო პირი და საერო პირი. სასულიერო პირს ხელში ჯვარი უკავია, ხოლო საერო პირს შროშანი. ეს უნდა წავიკითხოთ ჩვენ, როგორც აქ ჯვარი ეს უკვე ქართული ქრისტიანული გაგება ასონიშან ქანისა, ესე იგი ქანი ასონიშანი ქართული ანბანისა, ესე იგი ნიშნავს ქრისტეს. ანუ ეს არის სამთავრობო დაქარაგნება. ჯვარი ქართულად იკითხება აგრეთვე როგორც ინი და ქანი, ანუ იესო ქრისტე. ესე იგი თუ წარმართულ ხანაში ქანს ქვეყნის მნიშვნელობა ჰქონდა, ან ქართლის მნიშვნელობა საქართველოს. ნიშნობა ქრისტიანულ ხანაში მან უკვე ახალი მნიშვნელობა, ქრისტიანული მნიშვნელობა შეიძინა. სხვათა შორის ჯვარს ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში თუ მხატვრობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ესე იგი განსაკუთრებული პატივისცემაა ჯვარისა, იმიტომ რომ მხოლოდ ქართულად ჯვარი მხოლოდ ქართულად იკითხება როგორც იესო ქრისტე. ესე იგი ეს ჯვარცმული იესო ქრისტეს განსახილება. ქრისტე ჯვარს აწვეს და ჯვარი ჩვენ გვეუბნება რომ ეს იესო ქრისტეა, როგორ ინისა და ქანის საშუალებით ჯვარი ესე იგი ამავე დროს ესე იგი იესო ქრისტეს ნიშნავს. ხოლო შროშანი აღორძინების სიმბოლოა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს წავკითხოთ როგორც ქრისტე აღდგა. რომ ქრისტეს აღდგომა უკვე საყოველთაო მრწამსია ერისა და ბერისათვის ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მრწამსია. აქვე არის მითითებული თარიღი, როდის არის აგებული ეს ძეგლი, მითითებულია თარიღი 329 წელი. აი ეს თარიღია, ესე იგი არსებობს ქართული ქრისტიანული კალენდარი, არსებობს ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა, არსებობს ქართული ანბანი. აქ მითითებულია თარიღი 329 წელი, ანუ საქართველოს გაქრისტიანების მესამე წელს უკვე ქრისტიანობა საქართველოში საყოველთაოდ აღიარებული ქრისტიანული მოძღვრება